გამარჯობა, აგრძელებთ ხრობას. წინა ვიდეოში გესაუბრეთ ევროპული ცივილიზაციის შექმნით წინარე ქართველურ ხალხზე. ამჟამად წარმოგიდგენთ ფაქტებს სხვადასხვა სამეცნიერო წყაროებიდან და ჩვენს დასკვნებს წარღვნამდელი და წარღვნიშნებდომი კულტურების შესახებ, სადაც ასევე აღმოჩენილია წინარე ქართველური კვალი, როგორც ამ კულტურების შემქმნელი ხალხისა. მთავარი მტკიცებულება არის თანამედროვე გენეტიკური კვლევები, რამაც პირში ჩალა გამოავლო ზოგიერთ ქართველ და უცხოელ მეცნიერს, რომელთა ნაშრომები სიყალბით იყო გაჯერებული. წინა ვიდეოში რამდენიმე მათგანი დავასახელეთ. აკადემიკოსები არაბული, მელიქიშვილი, პროფესორები დობორჯგინიძე, ბარათაშვილი, საბჭოთა ეპოქის ყველა ისტორიკოსი, ასევე ენათმეცნიერები, რომელთა სიყალბეს ეტაპობრივად გამოამზადებენ. მაშასადამენ წინარე ქართველები, ანუ Y-დნმ ქრომოსომის მამობრივი ხაზი G2A ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხი წარმოადგენდა არათუ მხოლოდ ევროპის, მსოფლიოს უძველესი კულტურების შემქმნელ ხალხს. სამეცნიერო ინფორმაცია სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით კავკასიამ შეინარჩუნა ეს უძველესი G2A შტო, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი შტო, როგორიცაა სვანური მოსახლეობა. ანუ სვანეთის მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე 4000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტაბილიზირდა. საქართველოში მიკვლეული G2A სპეციფიკური შტოები ხშირად დაკავშირებულია უფრო ძველ ლოკალიზებულ კავკასიელი მონადირე შემგროვებლების CHG პოპულაციასთან. კავკასიის რეგიონში აღმოჩენილი უძველესი G2A ჰაპლოჯგუფი მჭიდრო კავშირშია კავკასიელი მონადირე შემგროვებლებთან, რომლებიც 13000 წელზე მეტი ხნის წინანდელია. სატრუბლიას გამოქვაბული მსგავს ადგილებში ჩატარებული უძველესი დნმ-ის კვლევების თანახმად. შულავერის კულტურა, შემუცეფედრო მონათლეს, არის ქართული კულტურა, გადაჭრილი გორა მაინც უწოდონ, ნეოლითური, რომელიც მოიცავს საქართველოს აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე მრავალ ძეგლს. მჭიდრო კავშირშია სამხრეთ კავკასიის G2A ჰაპლოჯგუფთან. შულავერის კულტურა წინ უსწრებდა მტკვარ-არაქსის კულტურას. ადრეულ შულავერის კულტურაში ძალიან ცოტა იმპორტირებული მესოპოტამიური კერამიკული ჭურჭელი იყო. ადგილობრივი კერამიკული წარმოება დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 5800 წლით თარიღდება. გადავიდეთ ეგრეთ წოდებულ გამოქვაბულთა კულტურაზე. სამეცნიერო ინფორმაცია Y-დნმ ჰაპლოჯგუფი G2A, კერძოდ GM201 და მისი ქვესახეობები კავკასიაში დომინანტური შტოა და მისი უძველესი არსებობა აღმოჩენილია საქართველოს გამოქვაბულებსა და კლდის თავშესაფარებში, განსაკუთრებით ადრეულ მიწათმოქმედებასთან და ბოლო გამყინვარების მაქსიმუმის შემდგომ რეპოპულაციასთან დაკავშირებულ ინდივიდებს შორის. მეცნიერთა ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ ნეოლითური ხანის ფერმერები რეგიონიდან ევროპაში მიგრირდნენ, კავკასიაში G2A-ს მატარებელი სტაბილური პოპულაცია დარჩა და მაღალ მთებში გენეტიკურ თავშესაფარს ინარჩუნებს. საქართველოში უძველესი ადამიანის ნაშთებთან დაკავშირებული უძველესი Y-დნმ ჰაპლოჯგუფი G2A და მისი განშტოება G15 აღმოაჩინეს დასავლეთ საქართველოში, ოტიას კლდის თავშესაფარში. ასაკი ამ აღმოჩენის ნაშთები დაახლოებით 9700 წლით თარიღდება, ადრეული ჰოლოცენი. შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სატრუბლის გამოქვაბული დაახლოებით 13000 წლის დათარიღებული იმავე რეგიონში უძველესი დნმ-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილია, კვლევებმა G2A ჰაპლოჯგუფი ამ ადრეული მონადირე შემგროვებლების კონტექსტშიც გამოავლინა. ეს რეგიონი ფართოდ ითვლება GM201 ჰაპლოჯგუფის სამშობლოდ, თუ არა პირველადად სამხრეთ კავკასიაში მაღალი მრავალფეროვნებით, რაც მათ ხანგრძლივ არსებობაზე მიუთითებს. ასევე უძველესი ლურჯის, ინდიგოს
34,000 წლის წინანდელი კვალი საქართველოს გამოქვაბულში აღმოაჩინეს, როგორც იცით. სამეცნიერო ინფორმაცია. დაახლოებით 12,000 წლის წინ სოფლის მეურნეობის განვითარებამ შეცვალა ადამიანების ცხოვრების წესი. ისინი მომთაბარე მონადირე შემგროვებული ცხოვრების წესიდან მუდმივ დასახლებებსა და მიწათმოქმედებაზე გადავიდნენ. ჩვენი განმარტება. ჯუჯუანას გათხრებმა აჩვენა, რომ მონადირე შემგროვებლები გამოქვაბულში 4 განსხვავებულ ფაზაში ცხოვრობდნენ, რომლებიც დაახლოებით 20,000 წელს მოიცავდა. ყველაზე ძველი ფაზებია: ერთეული C 22-19 ათასლეულები, ასევე 27-24 ათასლეულები, ზედა პალეოლითის 787 სელის ნაჭერი, 18 დაწნული, 1 კვანძიანი, 38 შეღებილი, შავი, ნაცრისფერი, ფირუზისფერი და 1 ვარდისფერი. ერთეული D ფაზა. ეს არის 32-26 ათასლეული, ასევე 36-32 ათასლეული, ზედა პალეოლითი, 488 სელის ბოჭკო, მათ შორის 13 დაწნული, 58 შეღებილი, ფირუზისფერი და ნაცრისფერიდან შავამდე. ზოგიერთი ბოჭკო 200 მმ სიგრძისაა. ჩვენი განმარტება. ეს ეგრეთ წოდებული პრიმიტიული საზოგადოების ადამიანები არსებობის პირველივე ეტაპიდან არ იყვნენ დაკავებული მხოლოდ ნადირობის შეგროვებით და მრავალსეგმენტური საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ახლა კი წარმოგიდგენთ უძველეს ცივილიზაციებს, სადაც აღმოჩნდა წინარე ქართული ჰაპლოჯგუფი G2A. სამეცნიერო ინფორმაცია. ჩატალ-ჰოიუკი, თანამედროვე თურქეთი. არის სამხრეთ ანატოლიაში ნეოლითური და ქალკოლითური ხანის პროტოქალაქის ძალიან დიდი დასახლების ნაგებობა, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 7500 წლიდან 5600 წლამდე არსებობდა და აყვავდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 7000 წელს. ჩატალ-ჰოიუკი ნეოლითის მნიშვნელოვანი დასახლებაა, სადაც G2A იყო გავრცელებული. ბარჩის ჰოიუკი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 6500-6000 წლები, ჩრდილოეთ დასავლეთ ანატოლია. ძეგლზე აღმოჩენილი ჩონჩხების დნმ-ის ტესტირებამ აჩვენა, რომ ადრეული ნეოლითური ხანის მამაკაცების დიდი უმრავლესობა G2A ქვესახეობას მიეკუთვნებოდა. კერძოდ G2A, PF3146, G2A2A1B, L91 და G2A2B, L30. აშიგლი ჰოიუკი, თანამედროვე თურქეთი, არქეოლოგიური ძეგლი, პირველად დასახლდა კერამიკამდელი ნეოლითის პერიოდში, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 8200 წელი. იგრეკ დნმ ამის ხაზი, ესე იგი ზოგადი კვლევები მიუთითებს, რომ აშიგლი ჰოიუკის უძველესი მოსახლეობა გენეტიკურად წარმოადგენდა იდენტურს ანატოლიელ ნეოლითურ ფერმერებთან G2A ჰაპლოჯგუფით. ასევე G2A ჰაპლოჯგუფი გავრცელებულია რეგიონის სხვა უძველეს დასახლებებში. ბონჯუკულუსაც უწოდებენ 12000 წლის წინანდელი კერამიკამდელი ნეოლითური პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი თურქეთში, რომელიც დასახლებულ ნახევრად მჯდომარე ცხოვრების წესს ადასტურებს. ცნობილია ძირების ვრცელი აღმოჩენებით 200,000-ზე მეტი. ის გეობექლი თეფეზე ადრეული პერიოდია და წარმოადგენს ადრეულ რთულ სოციალურ ორგანიზაციას, მათ შორის სპეციალიზებულ საზოგადოებრივ სტრუქტურებს, მრავალფეროვან დაკრძალვის პრაქტიკებს და დახვეწილი ქვის ძეგლებსა და სპილენძის ნაკეთობებს. ბონჯუკულუში აღმოჩენილი უძველესი დნმ მიუთითებს, რომ კერამიკამდელი ნეოლითის ადრეული მამობრებითი სქესის ინდივიდები იგრეკ ჰაპლოჯგუფს G და იშვიათად C-ს მიეკუთვნებოდნენ. შემდეგ
ჩაიენო. ეს არის დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 9800 ბოდიში 6500 წლები კერამიკამდელი ნეოლითური პერიოდის მნიშვნელოვანი დასახლება თურქეთში. ჩაენოს ნეოლითურ დასახლებაში ჩატარებულმა უძველესი დნმ-ის ანალიზებმა გამოავლინა ამობრივი Y-ქაპლო ჯგუფი, როგორიცაა C, G და J. 2022 წელს ჩატარებულ გენეტიკურ კვლევაში ჩაენოს პოპულაცია ძველი წელთაღრიცხვის 8300-7500 წლები გაანალიზდა, რომლებმაც ააშენეს გეობექლი თეფეს მონუმენტური სტრუქტურა და მაშინავე სხვადასხვა მცენარეები და ცხოველები. გეობექლი თეფე თვითონ რევოლუციური ნეოლითური არქეოლოგიური ძეგლია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც მსოფლიოში უძველეს ცნობილ ტაძრების კომპლექსად არის აღიარებული. 11000 წელზე მეტი ხნის აშენებული, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 9500-8000 წლები. ის სტოუნჰენჯზე 6000 წლით ადრინდელია. გეობექლ თეფეში ადამიანის ნეშტიდან არ არის აღმოჩენილი პირდაპირი გენეტიკური მონაცემი უძველესი დნმ, რათა მისი შემქმნელების კონკრეტული Y-დნმ ჰაპლოჯგუფები იდენტიფიცირებულიყო, თუმცა იმავე პერიოდის რეგიონულ გენეტიკურ კვლევებზე დაყრდნობით შემქმნელები სავარაუდოდ ადრეული ანატოლიის, ზემო მესოპოტამიის ცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც სავარაუდოდ ატარებდნენ Y-ქაპლო ჯგუფებს, როგორიცაა G2A ან მცირე იშვიათი რაოდენობით C1A2. ამ კულტურის გენეტიკურ მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია, რაც განპირობებულია სპეციფიკური სამეცნიერო მიდგომით. არავის სურს სხვისი კულტურის აღიარება საკუთარ ტერიტორიაზე. ამით დავასრულოთ. შემდეგ ვიდეოს მივუძღვნით ქართლოსსა და მისი ძმების სახელების ეტიმოლოგიას. გამოიწერეთ არხი, უყურეთ ამ და სხვა ვიდეოს ბოლომდე. მოგწერეთ კომენტარები და შეკითხვები. დიდი მადლობა.